ასეთ სიტუაციას შევხედოთ. მიკავშირდებიან სტუდენტები, რომლებიც მეუბნებიან, რომ გამოიცვალეს უამრავი მასწავლებელი და არავინ არ მოეწონათ. ამ დროს შევხედეთ სიტუაციას მასწავლებლის თვალით. ჩემთან რომ მოდიხართ და მე რომ მკითხრათ, რომ ყავდა 500 მოსწავლე პირობითა და არც ერთი არ მომწონდა და ყველასთან დავამთავრე ურთიერთობა, გექნებათ სურვილი ჩემთან რომ ისწავლოთ? შესაბამისად, როდესაც მოდიხართ და მეუბნებით, რომ უამრავი მასწავლებელი გამოიცვალეთ და არავინ არ მოგეწონათ, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ინფორმაცია, რომელიც მზღუდავს, რომ ვითანამშრომლო თქვენთან. რეალურად მასწავლებელი არ მომეწონა ან რაღაცა სხვა მიზეზები, რომელიც სწავლის ეფექტურობაში გიშლით ხელს. ეს ყველაფერი არის მთლიანობაში ნაკლებად მნიშვნელოვანი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინების უნარი. მოთმინების უნარი თუ არა გაქვთ და მუშაობის უნარი ზოგადად და სურვილი, ენას ისე ვერ ისწავლით და ჯობია არ